გამარჯობა მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ბრიუზილას ლუდსახარს, გენერაცია 4 და 1, მოცულობა 35 ლიტრი. მოდი დავიწყოთ განხილვა. ამანათი ჩამოვიდა ძალიან კარგ მდგომარეობაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ყუთში გვხვდება ყველა დეტალი, რაც საჭიროა ჩვენი პატარა ლუდსახარში. ეს არის გამაგრილებელი, ეგრეთ წოდებული ჩილერი, რითაც უნდა გავაგრილოთ ჩვენი ლუდი. ეს არის მთავარი სახარში და შიგნით მოთავსებული კიდევ ერთი რეზერვუარი, რომელშიც უნდა ჩავყაროთ ჩვენი მოსახარში ნედლეული. ასევე ყუთში გვაქვს ცხაურები, 3 ცალი, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ არ გაიჭედოს ჩვენი ალაო ხარშვის დროს და ცირკულაციის დროს იყოს ერთ ადგილას მოთავსებული. ჩვენი ლუდსახარშის გენერაცია არის 4.1, წინა მოდელებთან შედარებით გააუმჯობესეს და უყენია განახლებული ტუმბო. მოდით დავიწყოთ აწყობა, დავუმაგროთ ონკანი. ჩვენს ონკანს აქვს პატარა რეზინა, რომელიც გარეთ მხრიდან უნდა იყოს. შიგნიდან კი ჩვეულებრივად მოვუჭერთ და დავაფიქსირებთ მას. ამის შემდეგ მილს მივუერთებთ და თავისივე სამაგრით დავუმაგრებთ. შიდა მხარეს უნდა ჩავდოთ ჩვენი ცხაურა, რომელსაც მარტივი ამოღებისთვის აქვს დამატებული ხელის მოსაკიდებელი და ქვედა მხარეს ცოტათი წამოწეულია, რომ წყალმა ჩვენმა ლუდის ნახარშმა, ასე ვთქვათ, კარგად იმოძრავოს. შემდეგი ორი ცხაურა აი ამ თანმიმდევრობით იდება შიდა რეზერვუარში და აქ უნდა ჩავყაროთ ჯერ ალაო და შემდეგ უნდა დავადოთ მეორე ცხაურას ზემოდან. ეს არის მართვის პანელი, წინა მოდელისგან განსხვავებით, იგი მოძრავია და აღარ არის ჩაშენებული ლუდსახარში. მარტივად მივაერთებთ ჩვენს სახარზე და მთლიან სახარს მივუერთებთ კვების წყაროს. გასათვალისწინებელია, რომ ყიდვის დროს ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ 100 ვოლტიანი ან 220 ვოლტიანი მოდელი. ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოში 220 ვოლტიანი გვჭირდება. ამ მოდელს აქვს სამაგრები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მოხარშვის შემდეგ ჩავწუროთ და გადავრეცხოთ კარგად ჩვენი ტკბილი, ანუ ლუდის ნახარში. დამატებით მოყვება ხელის მოსაკიდი, რომელიც გვჭირდება შიდა რეზერვუარის ამოსაღებად. განვაგრძოთ აწყობა. ჩვენს სახურავზე უკვე დავამაგრეთ 2 პატარა ხელის მოსაკიდი და ეხლა ძალიან მარტივად დავამაგრებთ ჩვენს ამ ზედა მილს. მას არ ჭირდება არანაირი ხელსაწყო, ხელის მარტივი მოძრაობით ჩავაწყაბებთ და უკვე მზად არის. კომპლექტაციაში მოყოლილ პატარა სილიკონის მილსაც დავამაგრებთ და ფაქტობრივად მზად არის ლუდსახარში გამოყენებისათვის. ბოლო ეტაპზე დავუმატოთ ეს სამაგრები, რომლებიც გვჭირდება, რომ თავსახური ჰერმეტულად დაიხუროს ჩვენს ლუდსახარშზე. მას აქვს სარეგულიროები და ის შეგვიძლია ზუსტად მოვარგოთ ჩვენს თავსახურს. 4-ის დამაგრების შემდეგ დადგა დრო, რომ გავტესტოთ და ჩანს, რომ საკმაოდ კარგად და მყარად იჭერს თავსახურს. დღეისათვის სულ ეს იყო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და თუ კითხვები გაქვთ, დამისვით კომენტარებში.